დილამშვიდობით მოგესალმებით მეგობრებო. დედას და მამას ზედასართულის რეზიდენციიდან. მოკლედ ვიწყებთ სუფრის გაწყობას. აი ძირითადი რაღაცები გვინდა რომ დავალაგოთ, რაც მე რო აღარ ვიწყვალოთ მაგისათვის. ხო და შევუდგეთ საქმეს. ეს გახლავთ რა დედა, რა ქვია ამას? რაღაც უქვია. ეს არის ლიქიორი, რომელიც ჩამოგვიტანეს, ხო და მადლობა თამროს. ეს ასე დავალაგოთ ღვინოები, ეს ღვინოები გუშინ მოგვიტანა ბიძაჩემმა, იცოდა რომ დღეს ველოდებოდით სტუმრებს, ველოდებით უფრო სწორად. ხო და გამიკეთეს საჩუქარი. ეს არის საფერავი, წითელი, მშრალი ღვინო. იმედი მაქვს რომ არ ჩამეთვლება იმაში და არ დამებლოკება ვიდეო. ვერ იგებ, ხან ისე დაიბლოკება რაღაც სისულელეზე, შენ თვითონაც ვერ გაიგებ. ჩავდგათ ეს ღვინოები. შემდეგ, ანუ ყველაფერი გავაგზავნეთ თითქმის და გადავაკარით სპეციალური სამზარეულოს ცელოფნები როა და ყველაფერი არის მზად, მოკლედ. მეორე ის სად არის დედა? პეცები, ბიბერი. ეს ბიბერი სულ არ მომწონს ეს სახელი. სამარლის მოვიტან. მე რო გავედი ვლოგი მასქენი და გაიყოლე. ტყემალი. ამეებზე, ორზე. უიმე, ძალიან დიდები არ არის. რა დიდებია, კაცმარულია ფუდები. ხო, არის. მაშინ ამაზე გავაკეთოთ. ეგ რა არის მაგხელა? ერთი რო ჩადგა? არა, ორი რო აღარ მისვლა. არა, ორი ჯობია. ასევე, დედა, ეს გასახსნელი აი აქ სამთელთან იდება, რომ იცოდე სად არის რა. სამი დაიწყო. მერე სამი დაიწყო, დედა სწავლა ჩქარობს ჩვენ თორე. კარგი, ხელსახოცების საწავიდე. აგერ. დედა, ეს არის გასაშლელი თუ ის დიდი თეფშები მანდ აქვს? აგერ არის, აგერ. დედა, კიდევ ერთხელ ხوار გადავუსვა თუ აღარაფერი უნდა? რას? თეფშებს. არა. ძალიან ლამაზი თეფშებია, აი ნახეთ, ძალიან მომწონს. არის ხმა დედა ჩანს თუ არა, შორს მაქვს კამერა, მაგრამ ოპა, დავდეთ ჩვენი უსაყვარლესი სტუმრებისათვის. როცა გიხარია ადამიანის მოსვლა, ეს არის ბედნიერება. ისეთი დრო მოვიდა, ხალხს ერთმანეთი აღარ უნდა სამწუხაროდ. ან ძალიან სამწუხაროდ. ხელსახოცები გვაქვს თოვლის გაბოებით გაფორმებული, გნომებით, უფრო სწორად, უფრო დავაზუსტოთ გნომებით. ოპა. რა გინდა დედი? გოგო გუშინ პელმენს დავტესტე. რა ვიცი, მე მომეწონა. კარგი იყო. დედა, ეს თეფშები აქეთ ხوار დავდოთ, გამოცვლა რო დაჭირდეთ. აქ მაგიდასთან. ხო. იცი რა, იქ საბერძნეთში მაგალითად არ ვასწრით. არ კიტრი, მე მალე ვიდება. არ გააცვალო. ასევე ძალიან ლამაზი დანაჩაგლები, რომელიც ძალიან მიყვარს, ეს ფერი. ნახეთ, როგორი ფერია ეს წავ. მოკლედ, თუ შემთხვევაში ყველაფერი მოწესრიგდა, მაღლა ჯერ ადრეა, სად არის კაც 4:30-ია ჯერ, თუმცა რაღაცები რა მიკეთია გაფიცე. ამზედით არ უნდა ვიყო, უნდა გამოვიცვალო, მაგრამ მანამდე მოდაც სახეს მივხედოთ. ხო და გამიხარდება თუ შემი გოგოებო რომელიმე დაუკრავენ ფორტეპიანოზე და მოგასმენინებენ თავის საოცარ ნიჭიერებას.
გამიხარდება ძალიან. აი ნახოთ როგორ იქნება ეგ ამბავი. ძალიან გამიხარდება თუ ექნებათ რაღაცა ამის ასე ვთქვათ სურვილი, მაგრამ არა მგონია უარი მითხრან. აი ესე იგი მგონი თვალი ცოტა ამოვიყვანე. აქ არ ჩანს გოგოებო, მოდი ესე დავდგები, თორე ძალიან თითქოს სიბნელე მირტყავს და ისე ვერ ხედავ. ხო და ვაიმე გუშინ ხალხო მე მაშინ რა ქვია რაღაც ქურთუქს იმას შვებოდი ძველ ქურთუქს უნდა გადამეგდო და მეჩვევა მაქვს ჯიბეებს ვამოწმებ ხოლმე ყოველთვის რამე არ მქონდეს ისეთი ან საბუთი რა არ აქვს მნიშვნელობა რა ზოგადად ვამოწმებ და ხო ისაოცრებავ 20 ლარი ვიპოვე ვაიმე მე გამიხარდა ხალხო ვხაოდი გამიხარდა ხოლმე გიხარცები ანუ 20 თეთრიც რომ მეპოვა ზუსტად მასე ვიხავლებდი დამიჯერეთ მე ზოგადად ხავილისკენ მაქვს მიდრეკილება მოიცადე გავიხსენეთ ისტორია რომელიც უკავშირდება სუფრას და მე თქვენ მოგყვებით ახლა ამ ისტორიასთან წარბი ცოტა დავიფიქსიროთ მოკლედ ძალიან ბევრი წლის უკან აი მართლა იმდენი წელი გავიდა რომ ეროიტყვა ხო პუთი ტროცკის დროს მოხდავა ეგეთი რაღაცა დაახლოებით ვიყავით წასულები ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრად აი ძალიან ბევრი ვიყავით ალბათ ერთი 15-20 ადამიანი მაინც ვიქნებოდით მინიმუმ რა ვიცი ძალიან ბევრი რა დეტალებს რა თქმა უნდა არ მოყვები მაგრამ ნუ ისტორიის იმას მოგიყვებით რა რომელიც ეხება სტუმართმასპინძლობას და ცოტა ადამიანების უკულტურობასაც ეხლა რა მოხდა ესე იგი სტუმართმასპინძლობა იყო 10-დან 10 ანუ აი მართლა იყო სასწაული აი არ ვიცი ისეთი გარემო ადამიანები რომლებიც რა ვიცი დარბოდნენ თებშები და აბა გამოგიცვალო და აბა რა მოგართოთ ანუ შენი სიამოვნებისათვის იყვნენ ის ადამიანები იქ რა მასპინძლები რომლებსაც ძალიან უნდათ რომ ყველაფერი ყოფილიყო იდეალურად აი ყველაფერი აბსოლუტურად და რაც ძალიან ხილული იყო და ჩანდა და ძალიან გვსიამოვნებდა და ნუ მოკლედ ჩემ თავზე ვისაუბრებ რაიმე გადამივარ და კაი არა უშავს მერე არ იყვნენ ნათესაოები და ესე ძალიან ახლობლებიც არ იყვნენ მოკლედ გითხრათ და ძალიან მორიდებული ვიყავი, იმიტომ რომ იმდენად ისეთი სუფრა დაგხვდა და ისეთი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს და ის რომ აი ხო ხვდებით რომ ბედნიერი ხარ და თა რომ ძალიან გერიდება რაღაცნაირად. მე ყოველთვის მიჩვენე მასპინძელი ვიყო ხოლმე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გააჩნია ხსან მივდივარ და ძალიან მორიდებულად ვარ ხოლმე რაღაცნაირად. თან აქ სარკე მოშველიებული. ხო და ესე იგი გოგოებო, რაღაცა დროის მერე მესმის ტექსტები, რომ რაღაცაში უპოვიათ ბეწვი, რაღაცა პატარა თუ დიდი, ნუ ბეწვი მოკლედ. და ეს ამბავი გადაეცა, აი რაღაც გეგონება მემკვიდრეობით, ერთი ადგილიდან მეორეს, მეორიდან მესმის, ასე უნებიან ერთმანეთს, რომ ვაიმე იმ რაღაცაში გოგო იყო ბეწვი, ვაიმე მიშველეთ. გადავრჩით გოგოებო, გადავრჩით. რაღაცაში იყო ბეწვი, ხო და ვაი და უი მოკლედ, აქ დატეხილი. ისეთ სუდად გავხდი ხალხო. ისეთ სუდად გავხდი, რომ დაიწყო სუფრაზე ჩურჩული, რომ უი თურმე დედა ეს რა დაუნახავთ, ბეწვი. დაიწყეს ჭორაობა მერე, რომ უიმე და რაღაცები. იმდენი მოქმედა ჩემზე დედას გეფიცებით, მინდოდა რომ ამდგარიყავი და გამომელანძღა ის ადამიანები, რომ შენ აქ ადამიანი ზედ გადაგაკვდა და იპოვე რაღაცა სალაპარაკო, ჯერ რატო საერთოდ არ უნდა თქვა მსგავსი რამ, აი ყოფილა შემთხვევა კაცო მეც კი მინახავს სხვის თებშზე თუ სხვის რაღაცაში თუ რაღაცა მინახავს რა მოკლედ, მაგრამ ანუ ტრო ხდება, ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს, არავინ ამით ასღული არ არის, აი საერთოდ არავინ და მსგავს რაღაცაზე ჭორაობაც კი აი ძალიან დაბიოსაქციელია მოკლედ ჩემთვის, ანუ ძალიან ვერ ვიტან მსგავს გამონათებებს ადამიანებისას.
ისეთ თუდად გავხდი, რომ ადამიანები გადაგაკვდნენ და აი არ ვიცი მართლა და შენ გახარი იქ და რა ქვია, განიხილავ, რომ თურმე ვაი დედა ბეწვი დაინახე თუ რაღაც. ანუ ძალიან დაბიო საქციელია და მგონია, რომ მსგავსი რაღაცეებისაგან თავი უნდა შევიკავოთ ყველა. არ ვიცი ხა თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ მე არ მომწონს და ზედმეტ ვემიჯნები მსგავს რაღაცეებს რა, ძალიან არ მომწონს მსგავსი ქცევები და ადამიანები, რომლებიც გადაგაკვდებიან, მინიმუმ ეცი კაცო პატივი იმ ადამიანებს და შენ რაღაცა მიერეკები შენ რაღაცეებს. აი არ ვიცი, მე მგონი რომ წესით მართალი უნდა ვიყო, არ ვიცი. ხო და ეს თემა ხალხო იყო რა, იცით რომ ატრიალეს აღარ გაჩერდნენ. ანუ უკვე იმდენად ლაპარაკობდნენ, რომ დიდი ალბათობით მასპინძლებმა ეს გაიგეს, რომ რაღაცა ბეწვთან იყო დაკავშირებული რაღაცა პრობლემა და იმ დონემდე გავხდი ხალხო ცუდად, ამ ამბებს რო ვისმენდი და ვერაფერს ვამბობდი და ვერც გააჩუმებ ამ ადამიანებს, ისეთ ცუდად გავხდი, რომ ძალიან დიდხანსაც აღარ გავჩერებულ ვარ, ავდექი და წამოვედი. იმდენად არა ჯანსაღი გარემო იყო ჩემთვის. აღარ ეს არ ეხება მასპინძლებს, ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც განიხილავდნენ ხალხო იმ ოჯახის იმას, რომ ვაიმე, გეხვეწებით ვინ ხართ დაზღვეულები, უბრალოდ ხელი აიწიეთ, რომელი ოჯახია იმისგან დაზღვეული, რომელი რესტორანია, კაფეა, სულ რო ხალხო ჩადრი ჩამოიფაროთ და ისე აკეთოთ. ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცა აღმოჩნდეს, ჩავარდეს. რა ვიცი მე, ან ბუზი, ან ბეწვი, ან კუღო, ან მე ჩავახტე, რა ვიცი მე. ხო, როგორ შეიძლება ამაზე ამხელა, ანუ ხო ხდებით რა. ხო და მერე ვუთხარი, რომ მეთქი ეს რა იყო და რა უკულტურობა იყო და საერთოდ სად ვიყავი. ეს რა იყო თქო რა, ანუ როგორ კადრულობდით მეთქი მსგავს რამეს, რომ ასე ადამიანები დაზაფრეთ, გაიგეს ხმა, ეხლა გეხვეწებით რას ვერ გაიგებდნენ. მე თუ 27-მ გავიგე სადღაც, ხო? და ადამიანები დაზაფრეთ, მე ვთხარი, აი ეს რა უკულტურობა იყო თქო, რატო? თორე კი. მერე მეთქი მიხვედით, ქცეს პატივი გადაგაკვდნენ ზედ, როგორც შეძლეს, აი მართლა უსაზღროდ კმაყოფილი ვიყავით, დიდად არცახლობლები ვიყავით, კაცო არ ზათისავები და არის აი ვიღაცა ვარ ფაქტობრივად მათთვის და აი თქვენ აცნობი იყავით, მით უფრო უნდა დაგეცვათ მეთქი, ეს რა ანუ იმ დონემდე გამოვიდი ხალხო წყობიდა, რომ რა ვიცი, მაგრა გავლანძღე. ანუ ეს ხალხი რომ მოვიდეს ხო, შენთან გამოდის, რომ უკვე ეს რო იცი, წარმოგიდგენია როგორ გაგჭურავენ. ანუ ამიტომ სწორად უნდა შევარჩიოთ სტუმრებიც. აი სადმე რო ყოფილვარ თქვა და თვალი მომიკრავს რაღაცა ისეთი იყო რა და ის ჩუმად უხმაუროთ ხალხო გადამიდია ისე რომ არც გაეგოთ და მასპინძელი არ ჩამეგდო უხერხულ მდგომარეობაში და ზუსტად ეს მგონია ეს არის ხალხო კულტურა და არა ის რომ შენახევარ მსოფლიოს მოზდებ ამ ამბავს რა ვიცი ეხლა ადამიანს ის ერთი რაღაც ბოდიში აპატიე ეხლა რა სასწაული პირდაპირ არ მიყვარს მე ესეთი ხალხი. მოკლედ. ხო და დღეს გამოგეგთხვარწეთ იმაში, რა ქვია, თეთრებში. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ ეს ახალი ზედა, რომელიც დედამ ჩამომიტანა. ხო და რომელიც ასევე ძალიან მიყვარს, ერთ წუთი დავეწყობი და მოვა. ვიცახდი ამ ყველაფერს რაღაც აკლია, თქო. აგერ ბატონო ახლა, ახლა მოახლოვდა მოსვლის დრო და გავემზადე. სად ვარ? მოდი კონტური მაღლა უნდა წავიღო, იმიტომ რომ ახლა მე წამეშლება. ხო და დავისხათ ჩემი 57 შეიკის სასწაულის სუნი. ღმერთო მაღალო. ისეთი მაგარია ღმერთო მაღალო შეეფერება მხოლოდ. ხო, ის მინდა ყელზე მოგჯენა, ამის ოღონდ უნდა ვცადო, არ ვიცი, ანუ მოხდება თუ არ მოხდება. უბრალოდ მინდა ვცადო, სხვა ფერი არა,
გონი ის არის რაღაცა პეპელას ვკავარ ერთი წუთით უნდა მოვსინჯო თუ არ მოუხდება მოხსნა მაგრამ უნდა მოვსინჯო თლადის არ მინდა ვიყო ახლა რაღაცა იმ ვარდისფერმა ცოტა ლუქიმას მიქნა შემიცვალა სიმართლე გითხრათ ხა მაღლა ვარდისფერი რომ აქ ანუ ვფიქრობ რომ არ ჩანს რას ვფიქრობ და მაგას რომ არ ჩანს და ტყუილა მიკეთია მოდი მოხსნათ თან სწრაფად იმიტომ რომ აგვიანდება უკვე ძალიან მოდი ანუ რა ვერ მოხსენი შვილო ასე ხო და ესეთი ამბები ხა ავიხედოთ გოგო რა ხდება სუფრასაშია დედა ჭადეს საცხობდა მაკიაჟო ასექს მატებსო და მეგრე არ თვლი და არ ვიცი მომწონს ხალხო რაც მისვია ხა ცოტა მუქად მისვია მაგრამ გადავინაცვლებ მაღლა ვიყავი ხალხო ასული და აქ დამრჩით წავედი ნახეთ როგორი კარგი ის არის განათება იქ ვიდრე კილი ვარ მტვრევისკე ვინმე მკითხეთ ეს სად აიბარგა დედიკო სადმე მიდიხარ ვისელოდები დე ვინ უნდა მოვიდეს ვინ მადო მოკლედ მზად ვართ ძალიან მალე მოვლენ ჩვენი საყვარელი სტუმრებისა დავაყენო ეს შტატივი მაღლა დაბლა მაქვს და ამოგიტანთ აუეს დამებლოკება კი მუსიკის ხმაის მითქლა მაშინ გამორთევამ ტელევიზორი ხო მოკლედ მარიკო ქალბატონი მზად არის დედაც მზად არის ჩვენს მზად ვართ და დიდი სიხარული და სიყვარულით ველოდებით ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ეს ახლა ისინი ყოს გადაფარებული რომ თბილად იყოს და არ გაცივდეს ასე ვთქვათ რაღაცები და არ გახმეს ხავე გადავაძრო სანამ მოვლენ ხო და თუ კარგად მიდე და გენახოთ მაგრამ მგონი არ ვჩვენ ეს რაღაცა შუქი სუდად მირტყავს ბედნიერი დღე დედა წვამს როგორც ამბობენ პატატებს ოღონდ ცოტა მსხვილებია ძალიან ბერძებში და ნახოთ დაწმებულა ძალიან კარგი გამოვა წვათთან ერთად გვერდგვერდ აი ეს შევაციცო სიტყვასთან დაახლოებით ამ ზომაზეა დაჭერილი გამარჯობა ცუცუ გიჟდები ყველაფერი მიყვარს ამ ნახატზე ვგიჟდები ნახატი კი არ არის უფრო სურათია დედა ეს ქალი რო არის აქ ეს ხონდ ის არის ფოტო უბრალოდ ხო მე მგონი ფოტო მხოლოდ ხო ეს ყოფილა ფოტო მხოლოდ მაგრამ აი მე ძალიან მომწონს და მეყვარს ძალიან ჰელო ბარე მაქვარ გოგოები და გაჩვენებთ რომ გითხარით რომ ის ვიყიდეთ თქო და აუცილებლად გაჩვენებთ თქო ეს არის მე რა ჭირს ამ განათებას და ვა მოიცოთ ხალხواره დაემართა საკმაოდ კომფორტულია ასე რომ გირჩევდით მეც ესე იგი ორი მოვიდა და ორი დაიკარგა ხო და ეხა მოაგნეს როგორც იქნა და სწორად ჩაჯდნენ ხო და ველი აგერ გარეთ რომ დავხვდე გიჟდები რამდენი დრო დავაკარგინე ხალხს რაც სწორად ვერ აუხსენი აშკარად და ვინც აი ამ ტერიტორიაზე ნაგავსყრით თქვენ აგვებო არ შეიძლება აქ ნაგვის დაყრა ნახეთ ქუჩა თუ ახლა მიყურებთ ვინმე და ამ წამს გაგახსენდა და დაინახეთ თქვენი თავი იმიტომ რომ თქვენ აბინძურებთ აქაურობას ეს არის აქ ქუჩა მეგობრებო ქუჩა და არ შეიძლება ქუჩის თავში ნაგვის დაყრა კულტურაზე ხსმენიათ რამე აუ ძალიან მინდა ჩემი მინა გაჩვენოთ იმედია გამოჩნდება აუ ჩემი მურთული მოკაზმული მინდოდა მენახებინა მაგრამ ჯერ არ ჩანს ესე არ ჩანს რა ხალხი ყოველად მიუღებელი და გაუგონარი სითავხედე აი მართლა ძალიან სირცხვილია და მე არ მესმის ერთოდ მსგავს რაღაცებს რატომ მაკეთებენ ადამიანები მაგრამ ნუ ხარ გააკეთებთ რა ვიცი ხერხული
ყოფილიყო სიყვარულმა შექმნა სრულიად სამყარო და ისევ სიყვარული გადაგვარჩენს აუცილებლად სიყვარული გადაგვარჩენს ურთიერთ სიყვარული ხის მცენარის ცხოველის აი ყველაფერი ხო ერთი დიდი ბირთვია სიყვარულის და სრულიად სამყაროს ქმნილებისა რომელიც ჩვენამდე მოაღწია მოდი სიყვარულს გაუმარჯოს და მაწვილი საღამოებს იმცრემლების არ დამშრალა წვეთიც ცერზე ვდგები და სულ მაღლა ვიცქირები სადღაც უხმოდ ტრიალებენ საკრავები რა ვიცოდი ან კი როგორ ვიფიქრებდი ცას ცრემლება თუ წყდებოდნენ ვარსკვლავები მახსენებთ სიყმაწვილი საღამოებს იმცრემლების არ დამშრალა წვეთიც სინანულით მოსაგონებს რა გამოვეს სულ სინაზე შეუნახავს მე აი ესეთი მოგონებებიც ხომ გვახლავს ჩვენ სინანულ ამ წამს გავაცილე ჩვენი ძალიან ძვირფასი ადამიანები ხო და მოკლედ ბევრი საჩუქრები მივიღეთ მეც და დედამაც ხო და მე გაჩვენებთ რაღაცებს და გათვალიერებთ ხო ძალიან გაყოფილები იყვნენ ძალიან გამიხარდა ჩემი მომზადებული ხინკალი მოეწონათ და ეგ ფაქტი მგონი ყველაზე მეტად გამიხარდა ხო და წავიდეთ სახლში აი ორივე სართულზე არის სხვა ჭურჭელი სახლი დასალაგებელი და მოკლედ, მაგრამ ბედნიერი დავალაგებ ყველაფერს. დაშიმატია. Nina